სპორტის ახალი ამბები. კახა გელაშვილთან ერთად რადიო იმედის ეთერში. ეთერში რადიო იმედის მორიგი სპორტული გამოშვება, როგორც ცნობილი გახდა დანიისა და საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები გუნდების შეხვედრა 5 ივნის ოლბორგში. გაიმართება, როგორც მოგეხსენებათ, მატჩი ამხანაგურია. მანამდე, კერძოდ კი 3 დღით ადრე, თემურ ქესპაიას გუნდი ირლანდიაში გამართავს ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ, ასევე ამხანაგურ შეხვედრას. ოლბორგის სტადიონი 13,800 მაყურებელზეა გათვლილი. დანიის ნაკრებმა ამ სარბიელზე ბოლოს 3 წლის წინ 2010 წლის 27 მაისს ითამაშა ამხანაგური მატჩი სენეგალის ნაკრებთან. დანიელებმა მოიგეს ის მატჩი 2-0. ახლა გეტყვით, რომ მატჩი ოლბორგში დანიის დროით 20 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. ხვალიდან ინგლისის ქალაქ შეფილდში მდებარე ცნობილი თეატრი კრუსიბლი 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს ბილიარდის სახეობა სნუკერში. გულშემატკივარი კვლავ იხილავს შესანიშნავ ინგლისელ სნუკერის მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს 37 წლის რონი ოსალივანს, რომელიც ერთწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება აქტიურ სპორტს. როგორც ცნობილია, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ოსალივანი ასრულებს კარიერას. იგი წელს მეხუთედ შეეცდება მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგებას. მისი პირველი მეტოქე მე-16 ფინალურ ეტაპზე შოტლანდიელი ვეტერანი 40 წლის მარკუს კემბელი იქნება. ოსალივანის მატჩის პირველი სესია ხვალ თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება, მეორე სესია 22 საათზე. ახლა გეტყვით, რომ მე-16 ფინალში 10 პარტიის მოგებაა საჭირო, ანუ სნუკერისტებს 19 ფრეიმის გამართვა მოუწევთ. ამ წყვილში გამარჯვებული მე-8 ფინალურ ეტაპზე ინგლისელები სალისტერ კარტერისა და ბენ უოლასტონის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, ანუ სავარაუდოდ მე-8 ფინალში მსოფლიო ჩემპიონატის შარშანდელი ფინალის გამეორებას ვიხილავთ. შეგეხსენებთ გასული წლის ფინალში ოსალივანმა კარტერი და 18-11 დაამარცხა. პირველივე სტადიაზე გველის 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გამეორება, მეტად საინტერესო დუელი შოტლანდიელი გრენ დოტი ინგლისელ პიტერ ებდონს დაუპირისპირდება. 2006-ში დოტმა შეძლო გამარჯვების მოპოვება და ჯერჯერობით პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ებდონი ასევე ერთხელ ფლობდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს, 2002 წელს გახდა იგი პლანეტის უძლიერესი სნუკერისტი. 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შეფილდში 6 მაისს დასრულდება.